ყველაფერი ძველებური შეგაცნებულია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აკოპრო. საჩხერის ცხოვრებაში ებრაული თემი თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს. დაახლოებით მე-13 ქალაქის მაცხოვრებლების თავის დროზე იყვნენ თქვენი თანამემამულეები და ჩვენი ძმები და იგივე ჩვენი თანამემამულეები. იყო დრო მე-13 საჩხერის ქალაქის მოსახლეობის ებრაული თემი აქ. უამრავი აქედან წასული ებრაელი უკვე ჩამოდის საჩხერეში, ექსკურსიები არის, მოდიან და ეს სალოცავი იქნება ერთ-ერთი ის თემა, სადაც მოვლენ ისინი, ასევე ჩვენ იქაც გადავართ ალბათ თქვენი წინაპრების საფლავებია, იქა ის სასაფლაოზე საყდენი კედელი გაკეთა, შემოიღობა იქა შეიღება და ძალიან კარგად გაკეთა და წყალი შევიყვანეთ იქაც და ძალიან ხშირი მოდინება არის თქვენი თანამემამულეების, იგივე ჩვენი თანამემამულეების. Plus ამას აქ ისეთი დიდი ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ, ძმები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი. ეს არის ბატონი გულის საათაშვილი პროფესორი, სიმონ საათაშვილი პროფესორი და გუგულის საათაშვილი. სამივე ძმები. ეს სამი ძმა იყო საქართველოს უწყინვალესი შვილები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში, ფიზიკაში შენებლობაში იყო ბატონი გუგული, ფიზიკაში იყო ბატონი ლული და მათემატიკაში კიდევ ბატონი სიმონი, რომლებიც ჩვენი საქართველოს ცნობილია ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბრწყინვალე შუქსა და სინათლეს წარმოადგენდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამემამულეები იყვნენ ისინი, სახელობის ქუჩა გვაქვს ჩვენად და ერთი რამ მინდა გითხრათ, საჩხერეში ყოველთვის ჩვენი მოსახლეობა გამოირჩეოდა ერთმანეთისადმი სიყვარულით, ძალიან მიყვარდათ, ესე ძალიან მიყვართ. თქვენი თემის წარმომადგენლები, ორგანიზაცია საჩხერისას, აქ ისე ცხოვრობდნენ ძალიან შეხმატმილებულად ერთმანეთის მიმართ. ჩვენს ყოფილება არა გვაქვს, ეს უნდა გავალრძელოთ ტრადიციები და ყოველთვის ვეუბნები, რომ ახალგაზრდები, თქვენ გახსოვთ საჩხერე, გიყვართ საჩხერე, თქვენი მასიერება არის, თქვენი ცხოვრების ნაწილი ეს, მაგრამ ახალგაზრდები უნდა ჩამოვიდნენ აქ და უნდა შეუყვარდეთ აქაურობა, წინაპართა საფლავები ნახონ და აქაც მოილოცონ და ჩვენ ყოველთვის სტუმარ მასპინძლობის წესს რაც შეეხება ქართველებისას, ჩვენი ებრაელებისას, ქართველ ებრაელებისას, ჩვენ ყოველთვის სიყვარულით დავხვდებით მათ და რა ვიცი, რაც შეგვეძლება საჩხერის საქართველოს ისტორიიდან მოუყვებით, გადავწევთ ერთმანეთს. საბედნიერო თემი ყველა მსოფლიო ებრაელებისაგან განსხვავებით, ერთადერთი კუთხე საიდანაც ებრაელობა წავიდა ისრაელში და დაბრუნდა თავის სამშობლოში, არიან ხალხი ქართველი ებრაელები, რომლებიც ქართველებად არიან იქ ისრაელში წოდებული. აქ ჩვენ ებრაელები ვიყავით, მაგრამ იქ ქართველები ვართ. ჩვენ არც საქართველოს დავკარგეთ იქ, არც ისრაელს უღალატეთ აქ. ორივე ქვეყანაში ვიყავით ბრწყინვალედ, კარგად, მეგობრულად, ძმურად სიყვარულში ეს სიყვარული გრძელდება და დღესაც იქ მყოფი ყველა ებრაელი შესიცინებს და შეხარის საქართველოს და ყველა საქართველოში გაწყობილ ბედნიერ დილას ღმერთ შესთხოვე როგორც ისრაელის დილას. დიდი მადლობა მშვიდობა, სიხარული, სიკეთე ამ ქვეყანაში საქართველოში და იმ ქვეყანაში ისრაელში. ეს ორი პატარა ერია გარშემორტყმული მტრებით უკვე აღავისდახი, რომელი ერით და რითი. და მაგრამ ეს პატარა ღმერთს უყვარს ისრაელი და ღმერთს უყვარს საქართველო. რომ ესები უნდა მომაღლდეს, გადიდეს და გამრავდეს. ამენ. ამენ. მე დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ ზურაბს. გავიცანე 4 წლის წინ დაახლოებით შემთხვევით და მოდი ეს ჩვენი მეგობრული შეხვედრები, ეს ჩვენი სიყვარული მრავალჟამიანი ყოფილებას. წლიდან წლამდე მტკიცდება ჩვენი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ჩვენთან იქნება და ყოველთვის ხარში ამოუდგებით ერთმანეთს და დიდი მადლობა ყველას. შაშანძით და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ზურაბი, ისეთი მდგომარეობაა დღევანდელ დღეს. ერთი თვის შემდეგ, როგორც ჩვენ ზურაბს უნდა, ისე ღმერთმა საკეთებს. ამენი ყოველივე გადადგმული დამიჯი დალოცული ყოფილი მოწმობა. შაშანძი. თქვენის დანები ამრავლოს ღმერთმა თელ საჩხერეში. შაშანძი ვიყავი. გამაგება რო საჩხერეში. ისინ ვიყოფობოდი საჩხერეში. და შემთხვევით ჩემი თანაკლასელი დამკვირვებოდა იზო მაჭარაშვილი. და სტადიონისკენ რო ჩავიარეთ, ბატონი ზურაბი იდგა ჯიპით და ჩემო თანაკლასელმა მითხრა, იცხრათ, გამომგზავნითო ჩვენ გამგებელის გაგაცნოთ. მივედით უცბად, მევესალმე და ჩვენი ზურაბი გამოდგა ჩემი ყოფილი მასწავლებლის შვილიშვილი. ძალიან გამეხარდა
და ადრინდელი ის დამიბრუნდა ვაფშე. შემი ახალგაზრდული პერიოდი. და ამის შემდეგ გავიცანით ერთმანეთი და ესე იგი ისეთი კმაყოფილი დავში, რომ აქედან რო წავედი იმ პერიოდში არ მოხდებოდა. არ ვიცოდი თუ კიდევ რამე დაგჭებოდა, იმიტომ რომ ზურაბი არის ჩემთვის იგივე ჩემი შვილის ტოლია თითქოს. ოღონდ ისეთი პატივი დაგდო, რომ არ მოხდება უკეთესი. და ძალიან ურთიერთკავშირი ჰქონდა ამის შემდეგ. მე კიდევ იზრაელში დაპატიჟეთ ჩემი ბიძაშვილის პროცესში ჩამოგზავნა. ერთმა გაუმარჯოს. ნამდვილად კეთილი ადამიანი, ნამდვილი ჭეშმარიტი ადამიანი და ღმერთმა ასეთები ამრავლოს მთელ საჩხერეში. მე დამომოჩენილია თქვა და მე მიამაყება რომ საჩხერელი ვარ. წლები რაც გადის იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც წასული არიან საჩხერიდან ისრაელში, სხვადასხვა სახელმწიფოებში და ტურისტების რანგში მოდიან საჩხერეში. წელს ძალიან ბევრი ასეთი ტურისტი იყო და მე მიხარია რომ გაჩნდა ერთ-ერთი ცენტრი საჩხერის სინამდვილეში, სადაც მოვლენ ეს ტურისტები, ქართველი ებრაელები, გაატარებენ დროის გარკვეულ ნაწილს და ერთმანეთს მოეფერებიან, ილოცებენ და საჩხერიდან წავლენ ძალიან კმაყოფილი. ასევე მათი წინაპართა საძვალეა აქ სასაფლაოა ქართველ ებრაელთა. აი იმ სასაფლაოზე და საყდენი კედლები გაკეთდა, კეთილი მოეწყო იქ წყალი შევიყვანეთ სასაფლაოზე და უფრო კომფორტული გარემო იქნებათ მათ, რომ შევიდნენ და თავიანთი წინაპრების სულს პატივიცე. მე მიხარია რომ საჩხერის ორგანული ნაწილი არიან ისინი და მიხარია რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან.